გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზალის ხილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენო გამომწერებო და კარგი ხალხო. მოგესალმებით ყველას. დღეს რავი, მე და გიგამ გადავწყვიტეთ, რომ ვითევსდავოთ ქსანზე ბადით. მართალია ჯერ არ ვიცით, ბადით სროლა ვსწავლობთ ან სწავლის პროცესში ვართ, მაგრამ ნახოთ რაღაც გამოგვივა, იმედია. ესე რატო ბერტყავ? კარგა რო გასვიდეს? ხო გითხარი, ჩემო გიგა. ნახე რა გოჭია მოვიდა, ნახე. ხედავ, გაამართლა. მაგ სტრატეგიამ გაამართლა, ჩემო გიგა. ხედავ? ნახე რა გოჭია მოვიდა. სამეცთან დაიჭი. ეხლა ჩვენ ვეძებოთ ეგეთი ადგილები, სადაც ბალახი იქნება. treba ეგეთ ადგილებში. ნახე რა ხრამული. ნახე. აბა ლევან, წარმატებები. ნახოთ. მე თუ ეს საქმე. აი გაშლე. მე თუ ეს საქმე ვისწავლე, ხო? ვირდები რომ აღარ შემოშოვი, ამ საქმეებს. ყველა ანკესი უნდა გავაჩვენო. თუ ბადე ვისწავლე რა. სპორტია, ხო იცი ეს? კი. ვარა. არ ვიცი, მაგრამ მე უყურე YouTube-ზე მაქვს ნანახი. აი ეს რო დავიღაც რა. ესე იყიდებ და ხო. აი ესე რო და. ნახოთ აბა ერთი. შეიძლება უფრო ადვილიც იყოს. ერთი წუთი მომოცალი. ესე ხო? უსწორად მახსოვს. სააღო როგორც პირველიც და იდეალურად მომეჩვენა ეხა შენი ნასროლი. კი. უნდა იყოს. კი. სადღაც თითქოს იყო. შეიძლება პატარაც იყო და ზემოთ გაუძრო. თავიდან რომ მოყავდა, ზემოდან ხუნაობდა სავარაუდოდ. შეიძლება. არა და იყო. დავინახე მეც რომ რაღაცა შემოვიდა. აქედან ესეც ვიცი რა იყო გიგა, ნახე. ჩვენ გვაქვს 22-იანი აჩოქის ბადე, ხდები? და ის თევზი რა ზომაც იყო შესული. გაუძრო. გავიდა. აქ არ გაჩერდება რა. 22-იანი. კი, არის 20-იანი. დაშვებული, მაგრამ სამწუხაროდ 20-იანი ბადე ვერ ვიშოვეთ, ვერ ვიყიდეთ და გვაქვს 22-იანი. და მაგიტომაც დავიჭირეთ ის დიდი ზომა მხოლოდ. სამომავლოდ რომ შევიძენთ ახალბადეს, ვიყიდოთ 20-იანი. რა ზომაა და დასაშვებია. რა ვიცი, მეგობრებო, მე მგონი ძნელი არ ყოფილა. ცოტა მიჭირს ახლა მაინც. არა ვარ შეგუებული, მაგრამ რავი, გავიშრე რა.
ცოტა დაიკეცა, რაღაც დააკლდა. კარგია. კარგი ნასროლია. ნერნელა გაშლას უმატებთ. ეცვაგის იმედი მაქვს ჩემო გიგა. მაგრამ სამწუხაროდ ისე არაფერი სიტები შობლების გარეშე არ მოხვიდე. აბა ლევან ერთი დინარე ქსანის მშვენება გვაჩვენე. კარგი ხარ. აი გონი რა ვიცი. კარგი ხარ. ავაქსნის მშვენება, წვერა თუ არა? ორი ცალია. დედა კარგი ხრამულე. აი ზომა ძრება. გადის. აი ზომა ძრება. არა დღეს შეიძლება რომ მაგათ ვერც გაუმართლათ ესე 22-იან ბადეში აი სუფრის თევზი რაც არის ძრება. კი. ვერი ეხლა შემთხვევით მოვასწარი ამოვიდა რა. ხრამული მოსთევს. ხრამულია შემოსული. წვერა რაღაც ჯერჯერობით არ ჩანს. არა, პატარები იყო წვერას ფათაშორის უკან. პატარები იყო. აი ეს ზომა იჭირება უკვე 22-იანი ბადით. კი. აი ნახეთ ხა. კაი ზომა. იალორი ზომა. გონი ნელა მეც ვამუღამე, ხო? კი. გადის როლას. ნელა უკვე წინ და წინ. ესე იგი რა მინდა გითხრათ კიდე მეგობრებო. მოყვარულებო და არა მოყვარულებო. თევზაობის დაანებეთ დენით თევზაობას რაღაცა ფარდებით სახლართი სახლართი ბადეებით თევზაობას გადადით აი ესე სასრულ ბადეს ექშენიც მეტი აქვს ფიზიკური ძალისხმევაც მეტი ჭირდება და ვარჯიში გამოდის თან დამიჯერეთ მაგარ სიამოვნებას იმიიღეთ რა აი ძალიან მაგარ სიამოვნებას ეხლა იმხელა ადრენალინი აქვს ამას რომ არ ვიცი თან კარგ თევზსაც დაიჭერთ ეს გავითვალისწინოთ აუცილებლად ეს აზრი კარგი იყო, კი. მეც მომეწონა. კი. კი, გაძვრა. არა, გაძვრა. გაძვრა? კი. წეღანდელი ზომა იყო, იქ რო ძვრებოდა. ის ზომა გაზდის რა. ეს პატარა რატოა? ეს რატო? რატო იცი უყურე? ალბათ იხლართებაში, ნით? აი ფარფლიცი რომელიც იჭედება. დედაო. ხო. ბადეში კი არ არის გახლართული. აი ბადიდან, ნახე? ციმორია? ციმორია, ხო. ფარფლი აქვს გამოდებული რა. კი ბატონო. აი ნახე. ეკნებისი ამოვიღო, ცოტა რა. არ დავაზიანო. რო შეძლოს. გაზდა და განვითარება.
კი. და ჩვენი დევიზი, მშობლების გარეშე აღარ ვნახოთ. ისულში არ გამოცხადდეს სხვა. კი. არა, კაი ზომა გაგვექცა წეგან როიცი. კი. მაგ სადაც ჩამოდის მათ ხო არა? არის ქვემოდან დაუკავე. უყურე ეტევა ეს ზომა. გამოდიოდა. აი ეს ზომა ინენა ეტევა და გადის. ყველაზე მაგარი ზომა. ხედავ? კი. წარმოიდგინე, როდის ახლა რას ვიზავ. ცოტა ხანში გვექნება ის ბადეც და ანიქამდე ცოტას ვისწავლით. ვისწავლით. მუღამს ნელა გაუგებთ. ვარგარ მოყაროთ. ესენი ჯახულია კამერა, ხო? კი. კიდე რამინე გითხრათ, მეგობრებო. ანუ ეს ქვები გადის 60 წლების დროს, რაც შედის ჯიბეში, ხო? აუცილებლად უნდა ამოიღოთ, ხო? აი ამ ჯიბეებს, სადაც უნდა თევზი შევიდეს. აქ ჯიბეებს ხევს და ჭებს რა. ესადე თუ ეს ხო ამოიღოთ, რომ ჯიბეები არ დახილოთ ბადის რა. ეს თოკიც მე მგონი რომ ძალიან გრძელია და ხელს მიჭდის. სათავრო თოკი ყავი. ეს ავტო რა დიდად არ ვიცი ბადის რო, მაგრამ რაც ვიცი ესე უბრალოდ არანაირი კბილი და არანაირი თან გადაყოლა არ უნდა რა. ბალახებთან ახლოს, ხო? კარგია. უნდა დაგიფასოს ახლა წესი. დააცადოთ ხაროს, გადავ გაჩქის ბოლომდე და მე რახე რამდენია წერილი. არა. ინენი ფანი ვირაბარაგიო. გავი. ყველგან არის. რეზუმა უნდა გავხსნათ. ერთი ეს არის მურცა მეგობრებო. ნუ და არის ისეთი ზომა რომ გასაშვებია გიგა რა. თავისი თვე იწევს დინარეში. რა თქმა უნდა უშვებთ. აი ეს. ბადე უნდა იყოს სწორად, ხო? ვიდა, რომ კარგად გაიშალოს. უნდა პატარა ჭირი იყოს, ესე რომ გააცალო, რომ ბადე ერთმანეთში არ გადაიხროს რა. კი ბატონო. გაიშალოს, ხო? ერთის რო დარჩეს. ბადე აი ქვები დაგუშენია. ამოიღო.
ფართოებით დააშუალედებთ, აი ნახევარი აქეთ, ნახევარი იქით. ერთი პირველი გადაკიდება მაინცაზე და აი სრულიად საკმარია. უბრალოდ ერთ რაღაცას დააკვირთ, აი ეს ტყვია. ხო, ეს წინ გადმოაკვეთ. რო გაშლის დროს არც ბადეში არ ჩაიკეცოს. და აი ამ თითით გაშლის დროს აკონტროლებთ რა. რო ესვრი, ვალაც დაარტყა, უწევდა დაარტყა, როგორც ვისწავლე, მე მაგას ვიცით, თორე ვიღაცამ შეიძლება შემოძეთ უკეთ იცის, ან ვიღაცაზე უკეთ მე ვიცი. ვიღაც ყოველ საიდან ისწავლე ლევან? YouTube-დან. YouTube-დან შენ. არა, ფოტოშოპის მარტო YouTube-დან არა, ერთი მაგაც იმყავს. ნოდარი გურაშიზე. და პირველად ვადისროლა მასწავლა იმათ. მივესალმოთ ბატონო დას. კარგი იყო. ოპა, მგონი დაარტყა, წეღა რაღაც ზემოთ ამოიწია. ვა, საღოლ, გიგა, საღოლ. გამოსვლას ნახე, გამოსულია, კი, მაგას გეუბნები. ერთსაც დავარტყავ. და აზართ შეხვედი, ხო? მერე არა, სასწრაფოდ გვჭირდება ორი ბადე. ორი ბადე გვინდა, კი. ო. მარა მინდა ამ ვიდეოდან მოვიკითხო ჩვენი ძმა და მეგობარი ბატონი დავით ვალიშვილი და გვაპატიოს დღევანდელი დღე დათოს გარეშე რო წამოვედით საერთოდ არ ქონდა დაგეგმილი მინდა გითხრათ უცბად ისე მოხდა რომ რაღაც ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა რაღაც ბადესთან დაკავშირებით და რახან გამოვედით და ბადეზე იყო საუბარი კანმანქანაში აღმომაჩნდა ბადე ჩვენ დასაბედნიეროთ არა რატომღაც არა ძირითადად მანქანაში მიდევს და ის არ ქონდა აი ხედავთ კიდევაც უცბად მარკეტში ვიყიდეთ ეს შევიძინეთ რა რაღაც 10 ლიტრიანი ჭურჭელი რაშიც ყავს თევზი ასე რომ დავით ბოდიში დღევანდელი დღისთვის მაგრამ გამოჯანმრთელობაც უსურვოთ და თევზს აუცილებლად შევახვედრებთ დღეს ეხლა ვესროლოთ მოდი მაშინ დავითას სახელზე ვესროლოთ ერთ გასროლოთ. ო, მაგრამ ეს თუ არ მოვაცალეთ, ვერავის სახელზე ვერ ვესროლთ. აშენ რახან შენი ძახი რომ დავითას სახელზე გინა ესროლო? იგა, აი პირდაპირ ცოტა რომ უჩქარებს ხედავ, იქ ესროლე და მომისმინე. რახან ეს ბადი არის სხვილი შედარებით. აჩოქი ხო? ზომაზე მეტია. შააგდებ თუ არა, მალევე გამოიტანე რომ თევზი არ გაგვივიდეს. აი ეგ იყო იდეალური ნასროლი, ესეც შენ თუ ისვრე გიგა. ფიჭო გავიდა. ნახე. რა მაგარი ზომა. ისე შემთხვევით კიდე ხო არ არის მან სადმე რამე კარგად ნახე. რამე ხო არ გაიხლარ თა კიდე, აბა. ისე ჩემი სროლის დრო არ მოვიდა, 5-5 ვესვრითო და თუ 3-3-სა. დავიდა. ეხლა ფანტასტიკური. კი. ზეიდეალური ნასროლი. ზეიდეალური. და ბადე რაღაც დახტუნაობდა. ვების ოპა, ნახე რა მხელები ცვივა. მაგარი თევზები გაქვს. ესე. არა უშავს. სუპრიზომა რაღაცა გაზდის. თან მუწა იყო, ან წვერა იყო. მუწაი.
ნახე რა სიმურე. არა, იღბალა ხარ. მე მეგონა ჩემი თავი იღბალა. ბადის სროლა არც მე ვიცი. შენი ძმაო, აი. მოგითხარი შესახელს. აბა, მაჩვენე დავითოს თევზი მაჩვენე. ნახე რა თევზია, ნახე რა სიმურია. იდეალური ზომა, იდეალური. ლევან, რატომღაც ის ადგილი მომწონს? რომელი? ტალღას რო იკეთებს, ნახე? აი ადგილია. მაგის ცოტა ქვემოთ. ზოგადად ეს ადგილი რაღაც რატომღაც კარგი აღმოჩნდა. პრინციპში ჩემო გიგა. უკან მიტრიალდი მანქანიდან აქეთ. სულ გამოვიარეთ რა მანძილი 100 მეტრი? არა, 50-60 მეტრი. დაახლოებით, არა? 80 თქვი მაქსიმუმ, კი. ხო? და შედეგს ამ 80 მეტრში შედეგს გაჩვენებთ. შედეგს გაჩვენებთ. ეხლა გავიდა ეგ ბადი. ფეხი დაგვიდგია. ფეხი დავა, დაიწეღა რო ეძებდი. ეგ თევზი. მაჩვენე. ახალი კისერზე დაგვიდგია, ალბათ რო გადმოხდა ფეხი. ცოცხალია? ხო, კუდი უკანა. ნახე, მაინც ბუნება რა არის, ქვაზე დატოვა რომ არ წასულიყო, არ გაფუჭებულიყო. და ეს ჩვენი ნადავლი ამ 80 მეტრაში. აი მოსწეთ. ეს გიასწილი იქნებოდა ხაბალაშვილი. მაინც აქ არ არის. ვარ დავამთავრე. ოდეში დავემშვიდობა. აგურებებს. მაგემშვიდობებით შემოგარგებო. რომოგწოთ ჩვენი გვერდი. გამოიწერეთ და გაალაიქეთ და პირობას გადმოცემ მომავალში უკეთეს ვიდეოებს შემოგთავაზეთ. აბა მომავალში ხედავდე და წარმატებები მინდა უსურვა კიდე კვირას. ყურაზე ვნადირობთ, რა თქმა უნდა ლიცენზირებული ნადირობა. წარმატებები ყველას. აბა კარგად დროებით. დაგემშვიდობებით ყველას.